Თქვენ უყურებთ ვახოსანაეს ამბებს 19 საათზე ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი დიდი და აქტუალური თემა კანონპროექტი რომელიც ფარულ მოსმენას უკავშირდება პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა მოამზადა. Ცოტა რამ იმის შესახებ რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირ წვდომის გზით მოსმენის განხორციელების საშუალებასა და სხვა უფლებებს აძლევს. საკონსტიტუციო სასამართლომ ცვლილებებისთვის ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განსაზღვრა. სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტით იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება. საინტერესოა, რომ ეს ციპი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იქნება. ოპოზიციის აზრით შემოთავაზებული კანონპროექტით არსებითად არაფერი იცვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ უნდა კონდეს ეგრეთ წოდებული გასაღები, ვინც საგამოძიებო ფუნქციის მატარებელია. ეს გასაღები არ ექნება ორგანოს, რომელიც გამოძიებას ატარებს. გასაღები ექნება ახალ სააგენტოს, ის ყალიბდება სიპის სახით და ექნება უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს არ ექნება არავითარი სხვა ფუნქცია. სამწუხაროდ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვერსია მოსვენების კანონის არ პასუხობს იმ რეკომენდაციებს, რაც მისცა საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ორგანოს. მოსვენების კანონი ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენს ქვეყანაში და როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს რომ რეალურად გაიადვილოს საქმე იმის ნაცვლად რომ გახადოს პროცესი უფრო გამჭვირვალე. აპარატურის შეძენა არ არის რთული. $200,000 იყიდის აპარატურას შენი პოლიტიკური კონკურენტი დააყენებს, გადავწევს და ყველაფერს მოისმენს. ამიტომ აი ამას ვინ აკონტროლებს და რა ბერკეტები ექნება იგივე ამ სააგენტოს, თვითონ ამ სააგენტოს ვინ გააკონტროლებს? რეალურად ჰაერში გადაყრილი ფული, იმიტომ რომ რამდენადაც მახსოვს, სადღაც 16 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს ეტაპობრივად ამ სააგენტოს დაფინანსებაზე. ეს იმ პრობლემას, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, ვერანაირად ვერ გადაჭრის. ახლა აქ იქნება 3, 4 თუ 7 გასაღები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ წვდომა რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. გიორგი ტუღუში, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა ვახო, მოგესალმებით. ბატონ გიორგი, რა არის მთავარი ნაკლოვანება იმ შემოთავაზებული კანონპროექტისა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში? მთავარი ნაკლოვანება პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენთვის ცოტა გასაკვირია რა დატვირთვას ატარებს, ანუ რა შედეგი შეიძლება საერთოდ იქონიოს აი ამ ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ, რომელსაც გვთავაზობს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ამას ვამბობთ სწორედ იმიტომ, რომ რეალურად, როდესაც საუბარია იმაზე, თუ ვის უნდა გქონდეს წვდომა, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის საშუალებებზე, რათა მოახდინოს ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება და თქვენს ახსენეს გადაცემის შესავალში რეალურად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პირდაპირ არ უნდა გააჩნდეს წვდომა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში საქართველოს რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეხლა რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ თავად ხელისუფლება შექმნის ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეხლა კანონპროექტში რო ჩახედავთ ძირითად დებულებებს, მუხლობრივად აღმოაჩენთ შემდეგ მოცემულობას. პირველი, სააგენტოს ქმნის სახელმწიფო და უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურის გავლენა ამ სააგენტოზე არის პირდაპირი. ანუ რას გულისხმობს ეს? ფაქტიურად ხელმძღვანელის შერჩევა, რომელსაც თანამდებობაზე შემდგომ ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სუსის სამსახურის უფროსის მხრიდან, მერე ის უკვე შეარჩევს და წარუდგენს მოადგილეებს უკვე სააგენტოს უფროსს დასანიშნად. გარდა ამისა, სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ასევე დასამატებელია ისიც, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის და ასევე შემდგომ ძალიან ადვილად შეუძლიათ გაათავისუფლონ ეს პირი დაკავებული თანამდებობიდან თუ ჩათვლიან, რომ იგი არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ანუ ეს ნიშნავს თქვენი აზრით, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ შეასრულა ფორმალურად საკონსტიტუციო სასამართლოს დავალება, მაგრამ რეალობაში მაინც ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის დღეს და სულს არ გაუჭირდება პირდაპირ წვდომა კომუნიკაციებს.
ვახო, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, კი, გეთანხმებით, რომ ამან შეიძლება რიგი მიმართულებებით გააუარესოს კიდეც მდგომარეობა. თუ ჩვენ კანონპროექტს ყურადღებით წავიკითხავთ, ნახავთ, რომ ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემა, როდესაც პერსონალური დაცვის მონაცემთა ინსპექტორის გარეშე, ვთქვათ, ვერ იწყებდი მოსმენას და შემდგომ უკვე უნდა მას, რა თქმა უნდა, ქონოდა სრული ინფორმაცია იმის დასრულების შესახებ. ეხლა მივიღებთ იმას, რომ ეს პირველი გასაღები, რომლითაც იწყებოდა მოსმენა, სახელმწიფო პირადი მონაცემთა ინსპექტორის დაცვის სფეროდან გამოდის, ანუ მას აღარ ექნება ეს ფუნქცია. ამას ემატება ის, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის სრული ფიქცია, დაახლოებით 16 მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს ეტაპობრივად ამ სააგენტოს დაფინანსებაზე, რომელსაც ასევე როგორც ირკვევა უფლება აქვს და ალბათ ექნება ტერიტორიული ორგანოები, ესეც გასარკვევია, რას ნიშნავს, თქვა დღეს თუ ერთ შენობაზე ვსაუბრობთ, სადაც არის თავმოყრილი ეს მოსმენის საშუალებები მოდული, ალბათ გადანაწილდება და რეგიონებშიც იქნება რაღაც მსგავსი ქვესტრუქტურები. გარდა ამისა, ამ სააგენტოს უფრო დიდი დატვირთვაც გააჩნია და ეს არ არის არანაირად ტექნიკური სამსახური, მას ექნება ლიცენზირების უფლება ამ აპარატურის, რომლითაც შეიძლება განხორციელდეს მოსმენები, მას ექნება ასევე დაჯარიმების საშუალება, როდესაც მას შეუძლია ასე ვთქვათ აუდიტი ჩაუტაროს კომპანიებს და თუ ნახავს რომ ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და არ ღვევენ გარკვეულ მოთხოვნებს, მაშინ შეიძლება 30-დან 200,000 ლარამდე დააჯარიმოს ეს კომპანიები. გარდა ამისა, მას ექნება პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებებში ინფორმაციის დაცულობაზე და უსაფრთხოებაზე. ანუ გარდა ამისა, იკვეთება ისიც რომ ამ უწყებას ექნება დაინტერესება და ასევე უფლებას მიიღოს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებშიც მონაწილეობა, ამას კანონი განაპირობებს, რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება პირი დაკითხოს, ასევე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს. ანუ მაგრამ მთელი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ საგამოძიებო ორგანოს არ უნდა ქონოდა ეს ფუნქცია. ახლა თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა ეს ფუნქცია ახალმა სააგენტომ შეითავსოს. დეტალებში ნუ წავალთ, რეალურად ეს სააგენტო არსად არ მიდის, ეს რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუყოფელ ნაწილად, უბრალოდ სტატუსი ექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის. ჯერ კონტროლის მექანიზმებს დააკვირდით, ესე იგი წელიწადში ერთხელ პრემიერ-მინისტრს მიეწოდება ტექნიკური ანგარიში, სადაც თქვა მონაცემები იქნება, რა საქმიანობა განახორციელა ამ სიპმა. გარდა ამისა, პარლამენტის დობის ჯგუფის ერთ წევრს, რომელსაც გასაგებია რომ უმრავლესობა შეარჩევს, წელიწადში ორჯერ შეიძლება მაქსიმუმ განახორციელოს შემოწმება, ანუ ისიც რომ რაიმე თქვა ვითარება შეიქმნას ისეთი რომ უცებ შემოწმების განხორციელება გახდეს საჭირო, მე მგონი ამის ფუნქციაც არ ექნება, უბრალოდ უფლებამოსილება. ანუ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრ ტექნიკურ დეტალზე ვისაუბროთ, მაგრამ არც მთლიანად ამ ცვლილების რეალურად მდგომარეობს იმაში, რომ კი ბატონო, თქვენ ისევ გისმენთ სუსი, უბრალოდ საკუთარი სააგენტოს ხელით. ეს არის მოკლედ დასკვნა. თქვენი აზრით, როგორ უნდა წარმართულიყო ეს რეფორმა, რომ ერთი მხრივ არსებობდეს რეალურად დამოუკიდებელი ორგანო და მის მიმართ იყოს ნდობა, რომ ის მოქალაქეებს არ უსმენს უკანონოდ და ეს პრობლემა რაღაცნაირად დარეგულირებულიყო. აი თქვენ რა ხედვა გაქვთ თქვენ პოლიტიკურ ძალას? მადლობა. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ იმ ხედვას, რომელიც ფათაშორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციების მხრიდან. ზოგადად მე ვიცი, რომ არაერთი ექსპერტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომლებმაც როგორც იმუშავეს სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის შემდგომ შეეცადნენ თქვა წარმოედგინათ გარკვეული ალტერნატივები. ჩვენი აზრით შესაძლებელი იყო ისეთ მოდელზე მუშაობა, რომელიც თუნდაც გამჩნდარიყო თქვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ სუსისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მას ქონოდა დამოუკიდებლობის გარკვეული გარანტიები და ასევე ქონოდა იმის გარანტიები, რომ თქვა მისი ხელმძღვანელი თუნდაც აღქმა ყოფილიყო იმისა, რომ ოდნავი დამოუკიდებლობის მატარებელია და თქვა ეს არ იქნება უშუალო განშტოება უსაფრთხოების სამსახურის. მეორე თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არის ქვეყნები, სადაც წვდომა უშუალოდ აქვს სამართალდამცავ ორგანოებს და ამ შემთხვევაში უშიშროების სტრუქტურებს. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი ესეთი ქვეყანაა რუსეთი, თუმცა არსებობს კიდე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა იქ კონტროლის შედარებით ძლიერი მექანიზმებია და ასევე ცივილურ სამყაროში ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში, წვდომა აქვს მხოლოდ თვითონ ოპერატორებს და მერე უკვე ხდება ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურების გავლის შესაბამისად. ჩვენ დღეს გვაქვს რეალურად სურათი, როდესაც წვდომა უშუალოდ აქვს უსაფრთხოების სამსახურს,
პირდაპირ წვდომა ყველა ასე ვთქვათ ელექტრონულ მონაცემებზე, რომელიც მას ესოჭიროება, შეუზღუდავი წვდომა აქვს. თუმცა და რისკი რა არის? გასაგებია, რომ როდესაც ხდება ვთქვათ პროცედურების გავლით და მოსამართლის ბრძანებით და შესაბამისი კონტროლის მექანიზმებით ამის განხორციელება, ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკაც ვქონდეს და რეალურად ვიცოდეთ ვთქვათ წელიწადში რამდენი მოსმენა განხორციელდა, რამდენი სანქცია გაიცა სასამართლოს მხრიდან, ასევე პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგანაც შეიძლება მთელი რიგი მონაცემების მიღება, მაგრამ ჩვენ მთავარი პრობლემა რა გვაქვს? იგივე სამსახურს, რომელსაც დაინტერესება აქვს მოიპოვოს სხვადასხვა ინფორმაცია და ამ შემთხვევაში კანონს გვერდი აუაროს, ამის შეუზღუდავი საშუალება აქვს და ამის კონტროლს ვერ განახორციელებთ. მათ შეუძლიათ კონდეთ რამდენიმე შემოვლითი გზა, რომ სისტემაში შევიდნენ და ეს არცად არ იყოს დაფიქსირებული და იმ პირმას ვერ გაიგოს რეალურად ვერასდროს რიგ შემთხვევებში მას უსწრებს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სატელეფონო კომუნიკაციის მიმართულებით, მაგრამ არის სხვა საკითხებიც, ეს ეხება ფარულ ვიდეო, აუდიო ჩაწერას, ფოტო გადაღებას, ეხება ელექტრონული თვალყურის დევნებას. აი ამ მიმართულებით საერთოდ რა არეგულირებს? აი ამ კიდევ უფრო დიდ სფეროს, ხომ? ვისაუბრეთ ჩვენ სატელეფონო კომუნიკაციებზე, მაგრამ მეორე მიმართულებას აქ რა არსებობს საერთოდ კონტროლის მექანიზმები? აქ ჩვენ რეალურად მიყურადებაზე ვსაუბრობ და ასევე ელექტრონულ ციფრულ მონაცემებზე და მათ შორის ინტერნეტ კონტროლზე. ხოლო რაც შეეხება ვთქვათ ფოტოგადაღებას და ასე შემდეგ სხვადასხვა ხერხებით მასალების მოპოვებას, ვიზუალურ კონტროლს და ასე შემდეგ, ეს უფლებამოსილება სხვა სტრუქტურებსაც გააჩნიათ და აქ სუსტ ექსკლუზივი არ აქვს. თუმცა იქაც რა თქმა უნდა შესაბამისი კონტროლი უნდა განხორციელდეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ვთქვათ კანონიერად მტკიცებულებების მოპოვებაზე. გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუღუში იყო პირდაპირ ეთერში. ახლა მოვისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს და არგუმენტებს. დავით მათიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, ვახო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ერთი წუთი შენიშნა პირველი მოადგილე არ ვარ მე ვარ მოადგილე, უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა ამ ჩემი თანამდებობამ და მინდა რომ დავაფიქსირო ზუსტად. კი ბატონო, მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილი. ბატონ დავით, პირველი მთავარი პრეტენზია, რაც აქვთ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, არის ის, რომ სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი რეალურად არ იქნება დამოუკიდებელი და მასზე ექნება ყველანაირი გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ახლა თქვენგან ველოდებით არგუმენტებს, რომ გვითხრათ რეალურად იქნება თუ არა ეს სააგენტო დამოუკიდებელი. ახლა ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისმენ ოპონენტის მოსაზრებას, იცი რომ ოპონენტი კარგად ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ის აჟღერებს მხოლოდ მისთვის პოლიტიკურად სასურველ ნაწილს, ხოლო მთლიანობაში სურათს არაჩვენებს, რომ მართლაც დაინახოს საზოგადოებამ რა არის ეს სააგენტო და რა მიზნებს ემსახურება. მაგალითად, პირდაპირ გეტყვით, გადავალ საქმეზე, როდესაც საუბარია სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნაზე, სუსის ხელმძღვანელი მას არ ნიშნავს. ხდება შემდეგი წესით სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა. კომისია, რომელშიც შედის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვის და უსაფრთხოების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები, სადაც ასევე ვიტასკურებთ, რომ შედის სუსის ხელმძღვანელი, ასევე შედის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სახალხო დამცველი და ასე შემდეგ. კომისია ირჩევს 3 კანდიდატს და 3 კანდიდატი მიდის ეს კანდიდატურები პრემიერთან, ხოლო პრემიერს გააჩნია სრული დისკრეცია 3-დან ერთ-ერთი აირჩიოს და დანიშნოს. აი აქ არის უკვე რბილად რო ვთქვათ შეცდომა, მაგრამ მე მგონია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არის ასევე გასათვალისწინებელი, ეს არის გასაღებთან მიმართებაში არსებული თემა, გასაღები, როგორც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2 მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთი არის ის, რომ გასაღები არ უნდა რჩებოდეს ორგანოში, რომელიც არის გამოძიებისადმი დაინტერესებული და მეორე არის, რომ პარალელური მოსმენის საშუალება ინსტიტუციურად არ უნდა არსებობდეს. ამ კანონპროექტმა ორივეს გასცა პასუხი. პირველი ის, რომ ეს სტრუქტურა წარმოადგენს აღმასრულებელი ფუნქციების მატარებელ სტრუქტურას, შესაბამისად ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შექმნილიყო. სხვაგან ფიზიკურად ვერ შეიქმნებოდა. ამ სტრუქტურას გააჩნია
დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი სტატუსი და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გაწერილი კანონპროექტში. ამ ყველაფერზე მეტყველებს ის, რომ სუსის ხელმძღვანელს პირდაპირ ჩარევის უფლება აქ არა აქვს და ეს შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს საკითხი შეიძლება ძალიან მარტივად იქნეს გაგებული კანონპროექტის წაკითხვის შემდგომ და რაც ყველაზე მთავარია, აქ უმთავრესი არის კონტროლის მექანიზმი. შემოდის ხუთსაფეხურიანი კონტროლის მექანიზმი პარლამენტის ნდობის ჯგუფი, ან დავიწყოთ პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი იღებს პირველ რიგში აკონტროლებს ამ სტრუქტურას იმით, რომ ფაქტიურად ის ნიშნავს ხელმძღვანელს იმ შემოთავაზებული სამი კანდიდატურიდან, ხო? პირველი ეს საკითხი, მეორე და უმნიშვნელო და ათავისუფლებს, რა თქმა უნდა. მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს არის საპარლამენტო კონტროლი ნდობის ჯგუფის სახით. აქ არის ძალიან სერიოზული თემა შემოსული, სერიოზული საკითხი, ეს არის უზენაესი სასამართლოს მიერ შერჩეული მოსამართლის კონტროლი. აქ რჩება პერსონალური დაცვის მონაცემთა ინსპექტორის კონტროლი და აქ არის საპროკურორო კონტროლი. ანუ თელს ამ სისტემაში ვახო ისია გაწერილი, ჯერ დამოუკიდებლობის კუთხით საუბრობ, ისია გაწერილი ინსტიტუციურად უფლებამოსილებები, რომ ეს სტრუქტურა შეგვიძლია პირდაპირ და თამამად თქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული სამი უწყების სტრუქტურაში ის ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს და ანგარიშვალდებულია პრემიერის და პარლამენტის წინაშე. ბატონ დავით, აი ამ კანდიდატებს, იქ გადავალთ მაგ საკითხებზე, მაგრამ ამ კანდიდატებს კომისიას წარუდგენს სუსის ხელმძღვანელი, ხომ ასეა? პრემიერს. დიახ, და პრემიერი სუსის ხელმძღვანელი წარუდგენს ფორმალ სუსის. დიახ, ერთი წუთით სუსის ხელმძღვანელი ამას დისკრეციულად კი არ არჩევს სამ კანდიდატს იქიდან და მას კი არ წარუდგენს. კომისია არჩევს სამ კანდიდატს და მე სუსის ხელმძღვანელი წარუდგენს. პრემიერამდე, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ სუსის ხელმძღვანელს აქვს ძალიან დიდი როლი მთელ ამ პროცესში. და მას შეუძლია კონდეს გავლენა იმაზე, რომ ამ სააგენტოს მუშაობას აკონტროლებდეს რეალურად. შემდეგ უკვე პროცესში, იმიტომ რომ იქ ხელმძღვანელი იქნება პირი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, ლოიალური ან მოკავშირე სუსის ხელმძღვანელის. ხომ ამაზეა ლაპარაკი. სუსის ხელმძღვანელი ინარჩუნებს გავლენას. ესეთი დასკვნა ვახო. არა, ბოდიში, მოდით მივყვეთ მოვლენების მსვლელობას დინამიკაში, როგორც ის კანონპროექტში წერია. ესეთი დასკვნების გამოტანის საფუძველს კანონპროექტი არ გვაძლევს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როდესაც რჩება კანდიდატების შერჩევა, ამას არჩევს კომისია იმ საპასუხისმგებლო თანამდებობის პირთა ჩამონათვალით, რომელიც მე მოგახსენეთ, აქ არ არის მარტო სუსის ხელმძღვანელი, ის სუსის ხელმძღვანელის გვერდზე არის, როგორც გითხარით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, აქ არის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, აქ არის პერსონალური დაცვის ინსპექტორი, აქ არის სახალხო დამცველი, რაც ასე მნიშვნელოვანია და ამ არჩეული სამი კანდიდატურიდან ვახო ხდება კი ბატონო სუსის ხელმძღვანელი აცნობს ამ ყველაფერს იმას პრემიერს, მაგრამ ეს არის უკვე ფორმალური მიტანა ინფორმაციისა პრემიერამდე, ხოლო პრემიერი დისკრეციით იმ სამი წარმომადგენლიდან, რომელსაც არჩევს კომისიის ყველა წარმომადგენელი, ირჩევს ერთს და ნიშნავს მას. აბა სუსის ხელმძღვანელის გავლენა და ლოიალურობის ასე ვთქვათ ხაზგასმა სათხდება აქ. მოდი ასე ვთქვათ, სუსის ხელმძღვანელის თანხმობა ან პრემიერ-მინისტრის თანხმობა თუ არ იქნება, აქ ვერ დაინიშნება ადამიანი. ხომ ამაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, ეს არ იძლევა გავლენის პრემიერ-მინისტრის თანხმობა, პრემიერ-მინისტრის. მაგრამ პროცესში ასევე მონაწილეობს სუსის ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ წარუდგენს ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ანუ აქ ვერ მოხდება ადამიანი ამ თანამდებობაზე, თუ კი არ იქნება პრემიერ-მინისტრისა და სუსის ხელმძღვანელის თანხმობა და სურვილი, ხომ ასეა? მოდით ვახო ვილაპარაკოთ, არა ესე არ არის, იმიტომ რომ რახან კომისიურად ხდება არჩევა, მან კომისიის ერთი წევრის აზრი არის კომისიის ერთი წევრის აზრი და არა მთლიანად კომისიის აზრი. ეს მოგვეხსენება ჩვენ და ვიცით კარგად. მეორე რაც არის ვახო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ რომ დაუბრუნდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის პარალელური მოსმენის დაუშვებლობა. ამ შემთხვევაში ჩემმა ოპონენტმა ახსენა, რომ ის ძველი სისტემა კიდევ უკეთესი იყო და ეხლა რაღაცა კიდევ უფრო მეტად შემცირდა ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმი
მექანიზმი ამ კუთხით, რაც ასევე არ წარმოადგენს სიმართლეს და ასევე არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და რატო ეხლა მე თქვენ მოგახსენებთ. ამ სისტემა, ამ სტრუქტურას, რომელიც იქნება, ეხება უფლება ჩართოს მოსმენა. ანუ მოსმენის ჩართვა ხა მაყურებელმა რო კარგად გაიგოს, ხდება ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან როდესაც არის აუცილებლობა იმისა, რომ შესაძლებელია გაქრეს კვალი და ასე შემდეგ, ხდება იმის გამომძიებლის და პროკურორის შუამდგება, მე 48 საათში ხდება ამ ყველაფრის დაკანონება. ეხლა ამ შემთხვევაში როგორ გრძელდება ინფორმაციის გაცვლა? ამ სტრუქტურიდან ინფორმაცია მთლიანად მიედინება უზენაეს სასამართლოს მიერ შერჩეულ მოსამართლესთან, სადაც რჩება მხოლოდ კონტრდაზვერვის საკითხები, ის რაც მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვისთვის, ხოლო ყველაფერი დანარჩენი სხვა საკითხი გადმოდის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან. ნახეთ, ამ ორივე უწყებას, რომელიც არის ძალიან მაღალი პასუხისგებლობის, ეს ამაში ალბათ დამეთანხმებით, აქვს სრული წვდომა იმაზე, თუ ეს კონკრეტული ტექნიკური სამსახური რას აკეთებს, ანუ სად არის ჩართული გასაღები და ორივე უწყებას როგორც ის დაინახავს, რომ ხდება ან პარალელური მოსმენა, ან რაღაც არასანქცირებული წვდომა, აქვს უფლება გამორთოს ეს მოსმენა. ანუ რეალურად აქ კი არ შემცირდა ეს კონტროლის მექანიზმი, არამედ მას კიდევ ერთი გასაღები დაემატა. რეალურად ეს არ არის გასაღები, სინამდვილეში აქ არის ერთი გასაღები, მაგრამ ორი კიდევ დამატებითი, რომლითაც შესაძლებელია ფარული მიყურადების გამორთვა. ფიზიკურად, თუკი ჩვენ კანონპროექტს ჩაუყვირდებით, აი ამ ინსტიტუციურად და ტექნიკურად გაწერილი მუხლებით ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იყოს არასანქცირებული წვდომა ან პარალელური წვდომა და ეს ვერ დაინახოს ვერც უზენაეს სასამართლოს მიერ შერჩეულმა მოსამართლემ და ვერც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა. ხსენებულიდან გამომდინარე არის კარგად გასაგები ეს სიტუაცია, მაშინ ვახო, როდესაც მე არ მინდა ეხლა ისე ბანალური ფრაზებით ვიხემძღვანელო, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გაუსვა და საზოგადოებას უთხრა ერთი რამ, რომ როდესაც არსებობს კრიტიკული საფრთხე იმ რეგიონიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იმისა, რომ ძალიან ცუდი ნეგატიური ფაქტები მოხდეს, სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვაცალოთ ინსტრუმენტი იმისა, რომ მყისიერად მოახდინოს რეაგირება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება დაიცვას საფრთხეებისგან. ნახეთ ხო, აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ამ შემთხვევაში ამ სამუშაო ჯგუფმა ოქროს შუალედი მოძებნა და ერთი მხრივ დაიცვა ადამიანის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი, მოახდინა მისი პრევენცია და ფარული მიყურადების პარალელურად შეუძლებელი გახადა ამის პარალელური განხორციელება, მაგრამ მეორე მხრივ აქ არის დაცული და ასევე ინსტიტუციურად გაწერილი ის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხეებისგან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა თავიდან ბოლომდე და ეხლა ჩვენი ოპონენტები არაერთხელ ვინახავს ჩვენ ეს ფაქტი ვახო, თუ კი რამის დანახვა და გაგება არ უნდათ, შავით თეთრზე, თეთრით შავზე და ასე შემდეგ რო იყოს ნაწერი, ისინი ამას არ გაიგებენ. აგერ მაგალითი არის ის, რაც გითხარით. ბატონი გიორგი საუბრობდა რამოდენიმე წუთის წინ საკითხზე, ეს არის მხოლოდ ამოგლეჯილი და კონტექსტიდან ამოვარდილი თემა, ხოლო მთლიანობაში და დინამიკაში თუ დავინახავთ კანონპროექტიდან გამომდინარე არსებულ რეგულაციებს, ნახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა და ადამიანის უფლებების და საზოგადოების უსაფრთხოებაც არის დაცული. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ჩვენ ახლა უნდა გადავინაცვლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოვისმინეთ არგუმენტები ორივე მხარის, ოპოზიციის და ხელისუფლების. დავით მათიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, ახლა კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ვთავთ პირდაპირ ეთერში. მე გითხარით გადაცემის დასაწყისში, რომ აქცია იგეგმებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თქვენ ამას ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. აი, ისე ჩავიდეთ რა, უკან ჩამოვიდეთ. არ დახვიდეთ არცა, თქვენ მანდიდეთ.
ცოტა ჩაიცე, ყველამე ხარ. ამ ხალხს დავერობაო, ხო შეიძლება ცოტა ჩაიცე რა. კიდე ჩაიცეთ, რომ სივრცე იყოს ჰაერი. ნუ მოდი ხარ. აი ვინმე, ვიტო, ხარ, პირველ რიგში. ერთ-ერთი ადამიანი მათ შორის ვარ მე. დაიჭირე. მე ვიყო, მე ვიყავ ხოლმე ძალიან. ჩვენი პასუხი ძალიან კარგი. ძალიან დაიჭირე. დიო. ლევანას დამოუკ. უმორჩილესი ხოლმე. სადაც ნებრივი ჩარჩოები. დიო, ფეთიტუდი შეიძლება. ახო. პირდაპირ ეთერში ხედავთ იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობდა, შემდეგ აქციის მონაწილეები, როგორც ხედავთ, უკვე ტელევიზიის პირველ სართულზე არიან და პირდაპირ ეთერში თავაზობთ ამ კადრებს და იმ პროცესებს, რაც ხდება ახლა ტელევიზიის შენობაში. ეს ხდებოდა მთელი რიგი პერიოდის მანძილზე, ეს ახალი არ არის ჩვენთვის, ეს გამოცდილება გაგროვდა დიდი ხნის მანძილზე. ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი აღყოფნა უკავშირდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ იმ მთელ რიგ ჩაგრულ ჯგუფებს, რომლებიც დღეს უმძიმეს პირობებში არიან. ამიტომ მოვითხოვთ დღესვე ეთერს, რათა გაშუქდეს ამ ადამიანების პრობლემები. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში იზღუდება ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ გარკვეული წილი გაშუქების საშუალებები. ეს იქნება სხვადასხვა ტიპის გადაცემები თუ რა. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო და უფრო კარგავს შინაარს, რომელიც საზოგადოებაზე გადის. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ამ ყველას. თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პირველ სართულს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, ასევე იქ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც და არის დაძაბული ვითარება, როგორც ხედავთ და ჩვენი ჟურნალისტიც ადგილზე იმყოფება, ის უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, როგორც კი შევძლებთ პირდაპირ ეთერში მის ჩართვას. პირდაპირ ეთერში კადრებს. გიორგი, თუ გესმით ჩემი ხმა, გიორგი კიკაბიძე, ჩვენი ჟურნალისტია პირდაპირ ეთერში, მოგვიყევით უფრო მეტი, როგორ დაიწყო ის პროცესი, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავთ და რა განცხადებები ისმის. ჩვენ აქ ფრაგმენტულად მოდის ჩვენამდე ეს კომენტარები და იქნებ გითხრათ ზუსტად რა ვითარება ადგილზე. ახლა მე ხა საზოგადოებრივი მაუწყებლის არქის ფოიეში ვიმყოფები. აქ შემოიჭრნენ შეძახილებით აუდიტორია 115 წარმომადგენლები და მწვანე მუჭის აქტივისტები. თავიდან ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდა შემოსულიყავით არქის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ დაცვა არ გვუშვებდა და რა მიზნით არ გვუშვებდა გაუგებარია. ეხა ზუსტად ამ წუთში მე ვთხოვ ოპერატორს გადაიღოს იქ არსებული მდგომარეობა. გიორგი, შესაძლებლობა თუ შენ მოახერხებ გავესაუბროთ იქნებ აქციის მონაწილეებს ან არქის ჟურნალისტებს, რომელსაც მე ახლა კადრშიც ხედავ.
მე შევეცდები პირდაპირ ეთერში შემოვიყვანო აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები და ასევე მწვანე მუშტის წარმომადგენლები ირაკლის შენ პირდაპირ ეთერში ხარ ვახუშტანა იგას ეთერში ხარ ეს არის ერთადერთი რადიკალური ნაბიჯი რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ რომ ყველა ხერხით ვაპირებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვას იმ მაუწყებლის დაცვას რომელიც იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სადაც წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან რომ ეს სივრცე ამ წლების განმავლობაში აშუქებდა სოციალურ უფლებებს მათ შორის შრომით და პოლიტიკურ უფლებებს სოციალური ყველა ფაქტორით და აქცენტის გათვალისწინებით და რეიტინგი რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს რეიტინგი ეს არ არის საზოგადოებრივ მაუწყებლის რეალური მოცემულობა საზოგადოებრივ მაუწყებელი უნდა იყოს საჯარო ინტერესისგან მიმართული და ისევ ვახსენებთ საზოგადოებას ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს ეს არის ჯაჯანიძის შოუ პროფილი და ასე შემდეგ რომელიც არ არის სოციალური კეთილდღეობისკენ და ცვლილებებისკენ მიდრეკილი იმედი გვაქვს რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და პროცესი დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან გარეთ კიდევ განან რამდენიმე ასეული ადამიანი რომელიც ცდილობს რომ შემოვიდეს და გარედან გაამხნევოს ეს სტუდენტები რომლებიც აქ ვართ და გვესმის რომ ეს არის რადიკალური ფორმა რომელსაც საზოგადოება ვერც ისე კარგად ვერ ეგუება და ღებულობს მაგრამ ეს არის აუცილებელი ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმა არის ერთადერთი სივრცე სადაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი უფლებები კვეთად გავახმოვანოთ ანტიელიტისტური პოზიციები ოპონირებაში შევიდეთ როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან და მივიჩნევთ რომ ეს არის ჩვენთვის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ჩვენ კიდევ დაგიბრუნდებით, როდესაც იქნება შესაძლებელი ვთქვათ ტელევიზიის რომელიმე ხელმძღვანელის მენეჯმენტის წარმომადგენლის ან თანამშრომლის აზრის მოსმენა. მანამდე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვტოვებთ ამ კადრებს და მე ვეთქვი ჩვენს მაყურებელს როგორ ვითარდებოდა ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო პროცესები. ეს აქცია რომელმაც ახლა პრინციპში გადაინაცვლა უკვე ტელევიზიის ფოიეში უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო აქტივისტები შემდეგ ტელევიზიასთან მივიდნენ და როგორც ხედავთ აღმოჩნდა რომ ისინი უკვე ტელევიზიის ფოიეში არიან რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ საზოგადოებრივი სავარაუდოდ ვინც განათავსა და ვინც გადაწყვეტილება მიიღო აინტერესებს საზოგადოების აზრი თუ არსებობს განსხვავებული აზრი ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია სადაც განსხვავებულ აზრს ეთნობა ყურადღება შესაბამისად ეს არის გამოკითხვა რომლის მიზანიც არის დაადგინოს უნდა თუ არა საზოგადოებას ეს უკვე არ ვიცი ამ კითხვის ადრესატი მე არა ვარ სავარაუდოდ ის უნდა იყოს ვინც გადაწყვიტა ამ გამოკითხვის ჩატარება და ამ კითხვის ასე ფორმულირება ეს თქვენ ახლა მოისმინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტის კომენტარი და მე გეტყვით რას ეხებოდა ეს კომენტარი მაუწყებლის ვებგვერდზე დღეს დაიდო გამოკითხვა სადაც საკითხი ამგვარად იყო დასმული თქვენი აზრით უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს გამოკითხვა თავად არხის საიტზე გამოიტანეს და ვებგვერდის ხელმძღვანელობა ამბობს რომ გამოკითხვა არ არის ახალი მენეჯმენტის ნაკარნახევი და იდეა მარკეტინგის სამსახურს ეკუთვნის. დღესვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა შეხვედრა მენეჯმენტი შეხვდა სამეთვალყურეო საბჭოს ამას ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდები ჩვენ ახლა მე როგორც ხედავ გიორგი კიკაბიძეს შეუძლია მოგვასმენინოს ნინო ზაუტაშვილის აზრი იმასთან დაკავშირებით რაც ახლა არხის ფოიეში ხდება. გიორგი. ყოფება გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელსაც ვთხოვთ შეაფასოს აღზე მიმდინარე მოვლენები უკაცრავად როგორც აღმოჩნდა ნინო ზაუტაშვილი ვეღარ აკეთებს კომენტარს და გადაცემა ვექტორის წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილის კომენტარის მოპოვება შევეცდებით ჩვენ. ახლა ბატონო ირაკლი თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თუ შეგიძლიათ შეაფასოთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები და ის აქცია რატომ როგორ შეაფასოთ საკუთარი პროტესტი, საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი მათ აქვს უფლება არ აქვს უფლება არ ქონდათ უფლება რომ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე უხვარ რომ ეს მოხდა მაგრამ ეს ფაქტი დაფიქსირდა მეორე ფრიქცეულდა ვილაპარაკოთ ძილზე და სათავეებზე იმ ქვია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ერთის მხრივ და მეორე მხრივ უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმდინარე პროცესზე რამაც ჩემი მოსაზრებით სუბიექტური აზრით ერთგვარი სტიმული მისცა პროვოცირება მოახდინა იმ ამბებმა რაც მიმდინარეობდა გასულ დღეებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ფიქრობ არის ვიმედოვნებ რომ მაუწყებლის
მაუწყებლის თანამშრომლები კიდე ეთერში ვარ მე, მაგრამ მე ფიქრობ, რომ ახალგაზრდები ცოტა დააწმარდებიან პირდაპირ დაიწყობით უფრო და ამის შემდეგ ისინი დატოვებენ ტერიტორიას. ეს იქნება ძალიან კარგი, ტერიტორია დატოვოს, რომ პროცესი, როგორც ასეთი, პროცესმა არ მიიღოს სხვა მიმართულებით არ გამიჯარდეს პრობლემები. დიდი მადლობა, ეს იყო ირაკლი ტაბლიაშვილი, ჩვენ ახლა გავესაუბრებით დოდოშონავას მეორე არხის გენერალურ დირექტორს. მეორე არხის გენერალ საზოგადოებრივი პოლიტიკური მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელი. ქალბატონო დოდო, დიდი მადლობა, რომ ჩვენს ეთერში იყავთ მონაწილეობას. შეაფასეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები და ის პროცესები რაც ამართლებს. მოვლენები მე ბევრჯერ შევაფასე. ეხლა რაც ხდება, მე აქ დავჭი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ აქ უნდა მოსულიყვნენ მხარდამჭერები და მე პასუხისმგებლად გზნობდი მათ წინაშე თავს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა თუ მათ აგერ ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში არიან მოამბეში, ალბათ ისინი გააკეთებენ განცხადებას და გავლენ შენობიდან. ეს შენობა არის სახელმწიფო დაცვის ქვეშ და მე ვფიქრობ, რომ მათი პირდაპირი ჩართვა გარედაც იქნებოდა უზრუნველყოფილი. მე არ ვიცი, რატომ მოიხსნენ ეს ახალგაზრდები ასე რადიკალურად არ დაემორჩიlen ჩვენ თხოვნას, თუ ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს ასე ვთქვათ სოლიდარობას უცხადებენ, როგორც იდეას, მაშინ ალბათ უნდა იდეის მხარდამჭერები და ერთგულები იყვნენ და არ გავიდნენ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ერთი მხარე არ უნდა გავიდეს საერთოდ ჩვენს ქვეყანაში კანონის ფარგლებს იქეთ. ეხლა თუ როდესაც ჩართვა გაკეთდება, ალბათ მათ უნდა დატოვონ ეს ტერიტორია და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ როდესაც ასეთი რადიკალური ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების ტირაჟირება ხდება საზოგადოების წინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთწლიანი დახურვის გეგმა იდება, ყველა რისკი უნდა იყოს გათვლილი. ყველა რისკი აი ესეთი რისკების ჩათვლით. იმიტომ რომ უკაცრავად ძალიან ვღელავ ამ ახალგაზრდების გამო და ვღელავ იმის გამო, რომ ყველაფერი ჩადგეს ისევ თავის კალაპოტში. მე პასუხისმგებლობას ვიღებ სამწუხაროა, რომ მოსულმა მენეჯმენტმა არ აიღო აი ასეთი რისკების პასუხისმგებლობა. მაპატია. გასაგები გიორგი, ჩვენ საინტერესოა აპირებენ თუ არა ფოიეში შესული აქტივისტები ამ შენობის დატოვებას და ვიდრე მოახერხებ მათთან კიდევ ერთხელ გასაუბრებას, ჩვენ ახლა ირაკლი კუპრაძის განცხადება ერთხელ უკვე მოვისმინეთ, მაგრამ იქნებ სხვა აქტივისტებსაც კითხოთ და მანამდე მოვისმენთ ნინო ზაუტაშვილის განცხადებას ჩვენს მეორე თანჯარაში. მაუწყებელი არის საზოგადოების პირველ რიგში და მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის მისი კუთვნილება. მას აქ შეუძლია დაძრას ყველა პრობლემა, იდისკუსიოს ყველა პრობლემაზე, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ისევ იმ მთავრობას, რომელსაც ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს. აი ეს არის ამ ახალგაზრდების მოთხოვნები და მე იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და შევეცდებით, რომ ახალგაზრდები გავლენ აუცილებლად თუ პრობლემები. გამორიცხულია ამ ყველაფერს ვიზამ, რომ ეს ბავშვები გავიდნენ აქედან. გავაკეთებთ ამას. მე არაფერს არ ვაპირებ. მე ვარ მაყურებელი და მე ვარ წამყვანის გადაცემის ავტორი. მე არაფერს არ ვაპირებ. მე მუშაობას ვაპირებ. იმედია მე ეკნება ყველა სამი საშუალება. აი ასეთი ვითარებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში, რომელსაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. აქტივისტები შევიდნენ შენობაში და ახლა უკვე თანამშრომლებიც ამბობენ, რომ სასურველია, რომ ისინი გავიდნენ შენობიდან. საინტერესოა თავად ეს აქტივისტები რას აპირებენ. გიორგი კიკაბიძე, ჩვენი ჟურნალისტი, კვლავ პირდაპირ ეთერშია და თუ არ ვწდები, მას აქვს შესაძლებლობა გაესაუბროს აქციის მონაწილეს. დიახ, ჩვენთან ერთად იმყოფება სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წარმომადგენელი გიორგი არობელიძე, რომელსაც ჩვენ მათ სიტყვით მიმართავთ. გიორგი, რა იქნება ის სამოქმედებები, რომელიც ჩვენ უნდა განახორციელოთ? აპირებენ თუ არა გასვლა შენობიდან? შენობიდან გასვლას აპირებთ თუ არა და როდის აპირებთ შენობიდან? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი დღეს აქ მოსვლის მიზანი არ ყოფილა არც ტელევიზიაში დარჩენა, არც რაიმე პერმანენტული საპროტესტო კერი შექმნა. ჩვენ აქ დღეს უბრალოდ მოვედით, იმიტომ რომ მოგვეცეს საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლით მივმართოთ
საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შევახსენოთ და კიდევ ერთხელ მოუწოდოთ იმ წვავე სოციალური პრობლემების შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში დგას. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ხდება რუსთავში აზოტის საწარმოში, სადაც 350 ადამიანი კვირაზე მეტია ლუკმაპურის გარეშეა დარჩენილი და მათ კითხვებზე პასუხის გამცემიც კი არავინ არ ჩანს და ჩვენ ხედავთ რომ ამ ყველაფერზე სახელმწიფოს პასუხი არის დუმილი. ჩვენ ხედავთ რა ხდება მაგალითად ფრესკოს შემთხვევაში, როდესაც ადამიანები უბრალოდ მონურად ეპყრობიან ადამიანებს და ადამიანებად ართვლიან. ჩვენ ასევე გუშინ ნახეთ თუ რა ხდება ბიბლუსში, როდესაც იქაც ადამიანებს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ მათ შეასრულონ თავიანთი სამუშაო ღირსეულად, ამისთვის არავითარი პირობები არ არსებობს და ამ ყველაფერზე სახელმწიფოს პასუხი არის დუმილი. ჩვენ დღეს აქ შემოვედით იმიტომ, რომ მოუწოდოთ საზოგადოებას, მოუწოდოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე ჩაგრულ ფენას წარმოადგენენ, რომ სწორედ ეხლა არის ერთიანობის და საერთო ბრძოლის შექმნის დრო. დიდი მადლობა, ეს იყო სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი არობელიძე. ვახომ. ბატონო, ჩვენ გიორგი, ჩვენ ველოდებით ჩვენგან კიდევ ახალ რესპონდენტს, მაგრამ მანამდე მოვისმენთ მეორე ფანჯარაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს გაერთიანეს საერთო ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენების ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია. სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან ბიბლუსში დასაქმებული ახალგაზრდები, სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად ფრესკოში დასაქმებულები. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა კაბალულ ექსპლუატაციას ეწევიან. სახელმწიფო სტრუქტურები ემორჩილებიან ბიზნესს და არა ხალხს. სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის. 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან. მათი ოჯახები უსახკარობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველეს ყოვლისა მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზუგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება, მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამზარეულოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი. ვის მხარეს ხართ თქვენ, ჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების? ხვალ 17 საათზე ვიწყებთ მსვლელობას თავისუფლების მოედანზე არსებული საქართველოს ბანკის ოფისიდან. შემოგვიერთით, ვის მხარეს ხართ თქვენ? ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოისმინეთ ცოტა ხნის წინ განცხადება სამოქალაქო აქტივისტების და ეს განცხადება არ ეხებოდა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ჩამოთვლილი იყო სხვა ორგანიზაციებიც, სადაც ახალგაზრდები ხედავენ პრობლემებს და მათ დაანონსეს აქცია 17 საათზე ხვალ თავისუფლების მოედნიდან. ნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დატოვებენ თუ არა სტუდენტები, სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები ტელევიზიის ფოიეს. მე შეგახსენებთ, რომ დღეს 19 საათზე დაიწყო ეს აქცია უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან, შემდეგ გადაინაცვლა ტელევიზიასთან და
შემდგომ აღმოჩნდა, რომ სტუდენტები შევიდნენ ტელევიზიის პირველ სართულზე და ამ ვითარებას უკვე პირდაპირ ეთერში ხედავთ. გიორგი კიკაბიძე, ჩვენი ჟურნალისტი, უკვე მზადაა კვლავ შემოგვიერთდეს. დიახ, როგორც თქვენ კაცში ხედავთ, უკვე არის სვანემუშტისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები აქციის მონაწილეები უკვე გამოვიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარე და ისინი შეძახილებით აპროტესტებდნენ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა სამეურვეო საბჭომ მეოპერატორ ხომ გადაიღოს არხზე მიმდინარე მოვლენები. ჩვენი მოთხოვნები და გიორგი კრები უახლოვდება კონდეს შესაძლებლობა ჩვენი ტელევიზიის ფოიეში და არა მათთან კაბინეტებში, ჩვენ მხოლოდ ფოიეში გავუმაგრდით, მოვიტყოვეთ სიტყვა, ჩვენი მოთხოვნები წარმოვადგინეთ და ამის შემდეგ მშვიდობიანადვე დავტოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპუსი. ეს ბრძოლა არის ერთიანი ბრძოლა, რომელიც იწყება რუსთავიდან, თავდება საზმაუსთან, გრძელდება ბიბლუსში, გრძელდება ფრესკოში და ყველა იმ დასაქმებულ ადგილში, სადაც შრომელები იჩაგრებიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ერთიანი ძალებით და ყველა ის ძალა, რომელიც მობილიზებულია საზოგადოების საჯარო ინტერესისკენ გაერთიანდება და მკვეთრად, კაფიოდ გასცემს პასუხს ამ ძალადობრივ სისტემას, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვჩაგრავს. და ხმაური გაუკვირდათ. ნუღარ გაუკვირდება ხმაური ამ ტიპის სოციალური კატასტროფის პირობებში. ჩვენ არავის დამხობას არ ვაპირებთ, არავის წინააღმდეგ არ მივემართებით. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ სახელმწიფო დადგეს გაჭირვებული, მიწასთან გასწორებული, ვალებში ჩაფლული და სიკვდილისთვის განწირული ადამიანების გვერდით. ესეთი საზმაუში ძალიან ბევრია და ძალიან ბევრია ესეთი რუსთავში, ფრესკოს თანამშრომლებს შორის და ბიბლუსის თანამშრომლებს შორის. ნუ გიკვირთ ნურაფერი, ხმაური აღარაა გასაკვირი. სიჩუმეა დღეს ყველაზე მეტად გასაკვირი. ბატონო რა თქმა უნდა გაგრძელდება და არც ერთ ჩვენ ასე ვთქვათ კერძო სივრცეში ჩვენ არ ჩვენი სივრცეები რაც არის იქ მუშაობთ ჩვენ ძირითადად და ჩვენ გვიყვარს კანონი, როგორც ეს კანონი უნდა აღსრულდეს ყველასთვის და არა ერთეულს. და ხვალ იქნება დემონსტრაცია საქართველოს ბანკიდან სახელმწიფო კანცელარიამდე 19 საათი. არ წახდეთ რა კამერას გამოვიდა. კამერა გვინდა, მიკროფონი. სტუდენტებმა დაანონსეს კიდევ ერთი აქცია, ეხლა როგორც თქვენ ისმენთ 19 საათზე ხვალ თავისუფლების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან უკვე გამოვიდნენ მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი 19 საათზე დაიძნენ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან, შემდეგ მივიდნენ ტელევიზიასთან, შემდეგ შევიდნენ უკვე ტელევიზიის შენობაში პირველ სართულზე და ახლა თქვენ ნახეთ, რომ მათ დატოვეს ეს შენობა და უკვე ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან, რომელიც როგორც თქვენ 19 საათზე დაიწყება. ჩვენი ორი ჟურნალისტი ემზადება პირდაპირ ჩართვისთვის, გიორგი კიკაბიძე და ანა ახალაია და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკვე დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი ჟურნალისტებისგან. აი თქვენ ხედავთ ჩვენს ორ ფანჯარას და ერთ-ერთ ფანჯარაში ჩანს თუ როგორ განვითარდა მოვლენები ტელევიზიის შენობაში. მე შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოიტანეს შეკითხვა, თქვენი აზრით უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. შემდეგ ვებგვერდის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ეს გამოკითხვა არ არის ახალი მენეჯმენტის მიერ ნაკარნახევი და იბია მარკეტინგის სამსახურს ეკუთვნის. დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო შეხვდნენ ერთმანეთს მთელ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ამ არხის გარშემო მიმდინარეობს და მე როგორც ხედავ, ანა ახალაია უკვე მზადაა პირდაპირ ჩართვისთვის. ანა
დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, თუმცა ისინი კვლავ შენობასთან რჩებიან და აქციას აგრძელებენ. ჩემს გვერდით იმყოფება ამ წუთებში აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თორნიკე რომ გითხრა, რა პირობით დატოვეთ შენობა და როგორც ცნობილია თქვენ დაანონსეთ რომ აქციები კვლავ განახდება, კიდევ ერთხელ რომ გაუმეოროთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ ითხოვდით ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ახლა ვისარგებლოთ ჩვენი ეთერით და კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ მაყურებელს, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და რას აპროტესტებთ თქვენ? ძალიან კარგია თქვენი ეთერი და მადლობას მოგახსენებთ ამ თემებით დაინტერესებისთვის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველა კერძო ტელეკომპანია არ ინტერესდება ისე საფუძვლიანად, როგორც ეს არის საჭირო და ვინაიდან რადგანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სწორედ ვალდებულება ამ თემებით დაინტერესების, ჩვენ მოვითხოვეთ ეთერი, პირდაპირ ეთერი, 5-წუთიანი ეთერი, ჩვენ მივიღეთ ეს ეთერი და შესაბამისად ჩვენ დავტოვეთ შენობა. აქ მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უკვე აქვს ადგილი რაღაც გარკვეულ სპეკულაციებს, რომ ეს იყო შეჭრა, რომ ეს იყო დანაშაული და ასე შემდეგ, ჩვენ არსად არ შევჭრილვართ, ჩვენ შევედით საზოგადოებრივ მაუწყებლის ფოიეში, ეს არ არის კერძო საკუთრება, ჩვენ მივიღეთ ეთერი, ჩვენ თქვით ჩვენი სათქმელი და თქვენთანაც გავიმეორებ ამ სათქმელს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საზოგადოებრივი სივრცე დავთმოთ აი ამ რეალური ასე ვთქვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატის ფარგლებში, ჩვენ აქ შეგვიძლია ყველაზე სიღრმისეულად საუბარი იმ პრობლემებზე. თორნიკე, მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც ამ წუთებში ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ გამოჩენილა. თქვენ მოითხოვეთ თუ არა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა? ჩვენ გსურდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და გსურს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ჩვენ ვაპირებთ ყველანაირ ფორმატში ჩავერთოთ, რაც იქნება უკვე სამომავლო გეგმასთან დაკავშირებული საზოგადოებრივ მაუწყებლის ფორმატში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსვლა იყო ის, რომ ჩვენ გვინდოდა სიღრმისეულად გველაპარაკა იმ თემებზე, რაც დღეს ხდება რუსთავში აზოტის ქარხანაში, რაც ხდება ეს ეს სამწუხაროდ ჩვენ დავაანონსეთ ხვალინდელი აქცია. ჩვენ 5 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, ჩვენ ვაპირებთ გავაგზავნოთ აქციები როგორც შრომელების დასაცავად, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად და ეს ორი თემა არის ერთმანეთთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ვალდებულება ამ თემების გაშუქების აქვს სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს. დიდი მადლობა. მე ხა ოპერატორს ვთხოვ აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი აკეთებს განცხადებას, თუ შეიძლება მოვუსმინოთ. ეს პრობლემები არის ის, რომლის შეგვიძლია ჩვენ გავერთენდით და მიზანი იყო ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის პირდაპირ გაყარვის გარეშე გეთქვით. ეხან, როდესაც ჩვენს ტელევიზიაში ჩვენი უფლებების, ჩაგრული ადამიანების უფლებების დასაცავად შევედით და მოვითხოვეთ და ვითხოვდით 5-წუთიან ეთერს, ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი ძალიან აგრესიულად გამოვიდა და გვითხრა, რომ კერძო სივრცეში შემოჭრა არის დანაშაული. ჩვენ მათ პასუხობთ, რომ ეს არ არის კერძო სივრცე, ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, ეს არის საჯარო სივრცე, ეს არის ჩვენი გადასახადებით, ჩვენი ბიუჯეტით გადახდილი დაფინანსებული ტელევიზია, რომელსაც ვიღაცეებს საქართველოში ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზოგ-ზოგი ერთებს აქვთ განცდა, რომ ეს არის მათი ტელევიზია და ჩვენ კიდე ერთხელ ამ აქტით შევახსენებთ მათ, რომ ეს არის ჩვენი სივრცე და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი უფლებების დასაცავად. მინდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვახსენო კიდევ. ხვალ 7 საათზე იგეგმება საქართველოს ბანკის წინ აქცია, ცენტრალური ოფისის წინ აქცია, სადაც კიდე ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ, თუ რა პრობლემების და სოციალური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას დღეს დაბალი კლასი, როგორ ჩაგრავს დაანებონ თავის საზოგადოებრივ მაუწყებელს, მიხედონ საქმეს, გრევას დაანებონ თავი. თორე წინამდე შემთხვევაში გაუთავებლად ვიტრიალებთ აი მოჭადოებულ წრეზე, რასაც ახლა უყურებთ. ეს არის დასაწყისი, სამწუხაროა ეს ყველაფერი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რაც შეიძლება დროზე დაასრულონ ეს არა კონსტრუქციული დამანგრეველი პროცესი, აი შემიძლია გითხრათ. პრემიერის პრემიერ განცხადებას როგორ შეაფასებთ, მან შეიძლება ითქვას, რომ განიხილვა იმ რეფორმას, რომელიც შესაძლოა განცხადებებს, რომელიც ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან კეთდება, ერთი მხრივ სტუდენტები თავის მოთხოვნებს აცნობენ იქ შეკრებილ აუდიტორიას და ასევე მაყურებელს. თქვენ ასევე მოისმინეთ ლაშა ტუღუშის განცხადება, ჟურნალისტის და
მანამდე ასევე განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდენტები დღეს 19 საათზე მივიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და შემდეგ შევიდნენ ტელევიზიის პირველ სართულზე და აი ასე განვითარდა პროცესები, რასაც უკვე შემდეგ თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ ყველაფერს. ასევე სტუდენტებმა ხვალინდელი აქციაც დაანონსეს და მათ დღევანდელ აქციაზე ტელევიზიის შენობაში არის მოდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადებები, ასევე მათი განცხადებები ეხებოდა სხვადასხვა, მათ შორის კერძო კომპანიებში არსებულ ვითარებას. ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც ყიბულელი მეშახტეები ამოვლენ შახტიდან, გამოვლენ მუშების საწარმოდან, მომსახურეობის სფეროდან, ღირსება შელახული ადამიანები, დამცირებული, განადგურებული ადამიანები ჩვენს გვერდით დადგებიან და ერთად შევეწინააღმდეგებით იმ მახინჯ ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რომელსაც მერგავდნენ წლების განმავლობაში და რომელიც ახლა გრძელდება. ერთხელდა და ბოლოს ვიტყვი იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიშიზმის და ქართული ოცნების დიქოტომია, რაც დღეს არსებობს, უნდა დავასრულოთ. ეს სივრცე არის ჩვენი, ეს სისტემა, რომელიც ჩვენზე ძალადობს, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ. დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის. მე მინდა გავამატო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არ არიან მხოლოდ მმართველი ელიტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილი არ არის მხოლოდ ბორდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის უდიდესი ნაწილი არიან ძღოლები, დამმაგებლები, ოპერატორები. თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ იმ პროცესებს, რომელიც ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვითარდება. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ შენობიდან უკვე შენობის შიდა ტერიტორიიდან გადმოინაცვლეს ტელევიზიის კიბეებთან და აკეთებენ განცხადებებს, მათ შორის ხვალინდელი აქციის შესახებ, რომელიც მათ დაანონსეს და სხვა ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის კერძო ორგანიზაციის შესახებ და იქ არსებულ ვითარებას განიხილავენ ახლა აქციაზე და ამბობენ, რომ ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები. მე შეგახსენებთ კიდევ ერთ დეტალს, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე დღეს გამოიტანეს შეკითხვა ამ ფორმით უნდა არსებობდეს თუ არა თქვენი აზრით საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მას შემდეგ რაც გესმის ჩემი სწორედ ამ შეკითხვით მინდა გადავიდე საზოგადოებრივ მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელთან ლაშა მესხთან. ლაშა დღეს თავად საზოგადოებრივ მაუწყებელმა გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე, რომ ატარებს გამოკითხვას მაუწყებელი იმასთან დაკავშირებით არსებობდეს თუ არა საერთოდ ეს ტელეკომპანია, როგორ ფიქრობ, დგას დღის წესრიგში საზოგადოებრივ მაუწყებლობის არარსებობის საკითხი? რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები დაისვა, იმიტომ რომ რეალურად კრიზისული ვითარება შექმნილი. ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა არ უნდა იყოს აქტუალური, არ უნდა ავსვამდე ჩვენ ამ შეკითხვას, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მკვეთრად ევროპული დაწესებულება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის საკუთრება და არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნულად რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ დაწესებულებასთან დაკავშირებით მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არ იყოს რაიმე სახის კიდევ დამატებითი კითხვები, ჩვენ ახლა ყველა ერთად სწობრად, მშვიდად უნდა გადავიდეთ სამუშაო ფორმატში, რაც ჩვენ უკვე ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა შევთავაზეთ მენეჯმენტს. ჩვენ უკვე ვაპირებთ, რომ მომამზადოთ ჩვენეული ხედვა ან წინადადებები, რომელსაც აუცილებლად როგორც ბორდს, ისე მენეჯმენტს გავაცნობთ და თავარი არის, რომ ყველაფერი მოხდეს ექსცესების გარეშე, ყველაფერი მათ ჩაიაროს მშვიდად დიალოგის ფორმატში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ არ მოხდეს დასაქმებულების ჩაგვრა. არ მოხდეს ეს ყველაფერი დასაქმებულების ხარჯზე. ჩვენ არ ვართ რეფორმის წინააღმდეგი, ჩვენ არ ვართ ცვლილებების წინააღმდეგი, ჩვენც გვინდა უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუმცა
რატომ ეს არის კადრები, რომელიც გადაღებული იყო რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შევიდნენ ტელევიზიის შენობაში, შემდეგ მათ თანამშრომლებმა, მათ შორის ჟურნალისტებმა სთხოვეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, აი ეს კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, გადაღებულია სწორედ რამდენიმე წუთის წინ. ჩვენი გადამღები ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და როგორც ხედავთ, თავაზობთ ხოლმე ინტენსიურად კომენტარებს და როგორც კი ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგასმენინოთ სხვა მოსაზრებებიც, აუცილებლად შემოვიყვანთ ჩვენს ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი შეხვდა სამეთვალყურეო საბჭოს, იყო საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც აქტუალურია ბოლო პერიოდში ამ არხის გარშემო, ასევე კრიტერიუმებზე თუ რის მიხედვით უნდა მიიღო გადაწყვეტილება და გაჩერდეს ყველა გადაცემა გარდა საინფორმაციო სამსახურისა და ერთი კვირის თავზე კვლავ გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და ბორდს შორის შეხვედრა, მათ შორის ლაპარაკი იქნება, რა თქმა უნდა, კრიტერიუმებზე. ვასილ აღლაფერიძემ, გენერალურმა დირექტორმა დღეს ახსენა კიდევ ერთხელ რეიტინგების თემა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გადაწყვეტილებების მიღების დროს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ გითხრათ, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ, თუ რა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს. მინდა წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო ზუსტი ციტატა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებისა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისა და გენერალური დირექტორის შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა ბორდის წარმომადგენელმა სულხან სალაძემ. მან თქვა, რომ შეხვედრაზე რაიმე ახალი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. ძირითადად საუბარი ეხებოდა იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ამ დოკუმენტის პირველ ნაწილს უკავშირდება. როდესაც შეხვედრიდან გამოვედი, ჯერ კიდევ არ იყო გადასული საუბარი იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია პრობლემების მოგვარების ხედვასთან. შტაბ-ეშლება დამჩა, რომ ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში რეიტინგთან დაკავშირებულ თემებზე. ანა ახალაია ჩვენი ჟურნალისტი მზადაა პირდაპირი ჩართვისთვის. ანა, რა ახალი ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია? ახლა ამ წუთებში ჩემს გვერდით იმყოფება სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე. მიშა, პირველი შეკითხვა, ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ირგვლივ. რამდენიმე დღის განმავლობაში დღეს შედარებით დაიძაბა სიტუაცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ძალის გამოყენებითაც კი შეიჭრნენ შენობაში. თქვენ როგორც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ სიტუაციას და რა ბედი შეიძლება ეწიოს საზოგადოებრივ მაუწყებელს? ხო, აქ ალბათ ზოგიერთმა უფრო რადიკალურად გამოხატა თავის პროტესტი.
კონტექსტი ზოგმა შედარებით ნაკლებად რადიკალურად მნიშვნელოვანი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ დავინახოთ დიდი სურათი თუ რა ხდება მედიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება ეს ხო რაღაც ხდება რუსთავიორთან მიმართებაში რაც ხდება დანარჩენი ტელევიზიების კონსოლიდაციის კუთხით და შემდეგ ამის შემდეგ როდესაც ვიგებთ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა პრაქტიკულად ყველა გადაცემა გაითიშოს ეს არის უფრო დიდი კონტექსტის ნაწილი და ჩვენთვის ეს არის პრობლემური ჩემთვის პირადად საარჩევნო წელს თუ კი საზოგადოებრივ მაუწყებელს რომელსაც პირდაპირ ევალება კანონით რომ გააშუქოს წინასაარჩევნო პერიოდი რომ ევალება რომ კონდეს დებატები ამ წინასაარჩევნო ეთერში და კონდეს სპეციალური ფორმატის გადაცემები თუ ეს წინასაარჩევნო არ გავა და არა მარტო მხოლოდ წინასაარჩევნო თქვა 50 დღის განმავლობაში არამედ მანამდე თვეების განმავლობაში თუ არ იქნება დისკუსია ესე იგი ჩვენ არ გვექნება ისეთი კონკურენტული მედია გარემო და პირდაპირ დაირღვევა შესაბამისი კანონმდებლობა რაც გვაქვს როგორც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ თავად არხის ახალი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის სამწლიანი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი რომ ის აპირებს არხზე ასწორი გადაცემის შეჩერებას ასევე დღეს თავად არხი ატარებს გამოკითხვას საკუთარ გვერდზე იმასთან დაკავშირებით თუ დაარსებობდეს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელი როგორ ფიქრობ დადგება თუ არა ტელეკომპანიის მაუწყებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ ჩვენ ყველამ უნდა ვაცნობოთ ყველას და ყველას უნდა მივაწოდოთ ის მესიჯი რომ ამ ტელეკომპანიის შეჩერების და ამ ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მენეჯმენტს ასევე სამეურვეო საბჭოს რომელიც ხელს მოაწერს ის გეგმა საერთოდ არ არის გეგმა მე თუ მკითხავთ ჯერჯერობით რაც წარმოდგენილი არის ეს არის პრაქტიკულად რაღაცა ზოგადი მონახაზი და ზოგადი იდეები იმასთან დაკავშირებით რომ უნდა შეჩერდეს თურმე მაუწყებლობა და თუ მენეჯმენტს უკეთესი გამოსავალი სხვა არა აქვს ესე იგი ეს არ არის საერთოდ სტრატეგიაზე და მენეჯმენტზე საუბარი არ არის და ამ გეგმას და ამ რაღაც ხედვას დამტკიცება არ უნდა ეღირსოს არამედ უნდა შემუშავდეს განსხვავებული გეგმა რომელიც შედარებით გააზრებულად რა თქმა უნდა რეფორმას მიშასთან თუ შეიძლება სამწუხაროდ გაითიშა ალბათ ჩვენ გვექნება შემდეგ შესაძლებლობა რომ კვლავ აღვადგინოთ ეს კავშირი ჩვენს ჟურნალისტებთან ძალიან ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ მათ მუშაობა თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში როგორც განვითარდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მაუწყებლის შენობაშიც პროცესები ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ და რა თქმა უნდა ჩვენ მათ ჩავთავთ პირდაპირ ეთერში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არა ერთხელ გაკეთდა კომენტარები და ჩვენ ახლა გვექნება შესაძლებლობა ერთი მხრივ კადრები დავტოვოთ პირდაპირ ეთერში და მეორე მხრივ ის კომენტარები მოგასმენინოთ მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადება რომელზეც მოგახსენეთ ცოტა ხნის წინ ჩვენ მოგასმენინებთ ახლა ამ კომენტარებს და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით პირდაპირ ჩართვებს ახალგაზრდებს ხო ჩემ მიწაბანებს ახალგაზრდებს ერთი წამი გაიწიეთ რა რატო ბიჭო დადი თქვენ ძალიან ხო თქვენ გადის და ესენის გამოვლეს არ შეიძლება ეს შემოვარდოს ოპერატორები ტექნიკოსები რადიოს თანამშრომლები და ასე შემდეგ რომელთა პრობლემები
სათანადოდ არჩა ამის შესახებაც მინდა ვცნელობა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საზღვაო ხელმძღვანელობა ძალიან მალე მიიღებს აბსოლუტურად ადამიანურ დემოკრატიულ კანონიერ გადაწყვეტილებას და 5 წუთიან ეთერს მიცემს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ შემოვიდნენ. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სივრცეს, ჩვენს ტელევიზიაში არაფრის დესტრუქცია აქ არ იგეგმება, აქ ხამის გათენება არ იგეგმება და სხვა მსგავსი ღონისძიებები. უბრალოდ ეთერი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ყავდეს თანამედროვე ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე მინდა თქვა, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო და ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას იმისათვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და თქვა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთი კვირის თავზე ხუთშაბათს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ის მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოება მაუწყებელი. ანუ რეიტინგი და კიდევ რაღაცა 2, 3, 4 კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. ჩვენი შეხედულება ეფუძნებოდა პირობითად, რო ვთქვათ, უფრო მემარცხენე პირობითად ბჭყალებში ამას, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებაზე მიმართული, ანუ მაინც რეიტინგით და კვლევით. ჩვენ კვლავ უბრუნდებით საზოგადოებრივ მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიას, იქ იმყოფებიან ჩვენი გადამღების ჯგუფები და ერთ-ერთი გიორგი კიკაბიძე, ჩვენი ჟურნალისტი, ახლა ჩაგვერთვება და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის თუ რა ხდება მაუწყებლის შენობასთან. გიორგი, იმ დაძაბულობის დროს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით, იქ ჩვენ დავინახეთ აქციის მონაწილეები, დავინახეთ ტელევიზიის თანამშრომლები, ჩამოვიდნენ თუ არა ტელევიზიის მენეჯმენტის წარმომადგენლები ტელევიზიის ფოიეში. ახლა აქ იმყოფებიან ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები, ასევე აქ მოვიდა სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე, თუ სამართლებთან კომენტარი არ გაუკეთებია და შენობაში შევიდა. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება პოლიტიკოსი მუხრან ბურჭულაძე, რომელსაც ხვალ შეაფასოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები. ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, თუ შეგიძლიათ შეაფასოთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები და ამ პროცესებმა შეიძლება თუ არა გამოიწვიოს პოლიტიკური პროცესების აი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია და მე ვფიქრობ, რომ დროა, რომ სრულიად ქართული საზოგადოება გავერთიანებს სწორედ საერთო ფასეულობების გარშემო და დავიცვათ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები, დავიცვათ რეალურად მთელი სახელმწიფო სისტემა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ამისა ქართული მედია, რომელიც რეალურად წაართვა ერთმა რუსმა მაფიოზმა ქართულ ხალხს. ამიტომ ერთად უნდა უთხრათ ახლა დიქტატორის რეჟიმს, ხელების შორს ქართული ხალხის ჯიბიდან, ხელების შორს ქართული მედიიდან და ზოგადად საქართველოსთან. და უნდა დავასრულოთ რეალურად ერთი კრიმინალური კლანის მმართველობა საქართველოში. დიდი მადლობა, ეს იყო პოლიტიკოსი მუხრან ბურჭულაძე. ჩვენ ადგილზე ვრჩებით და მოგაწვით იმ ინფორმაციას, რომელიც განვითარდება. მე შეგახსენებთ, რომ აქ იმყოფებიან ჟურნალისტები და როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. არხზე აქ ტელევიზიის შენობასთან რჩებიან ასევე თანამშრომლები. აქ მოვიდა ასევე სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და ის ტელევიზიაში შევიდა.
ფაქტს და შევახსენებ მაყურებელს, რომ კიდევ ერთი ჟურნალისტი ანა ახალაია იმზადება ცოტა ხანში პირდაპირ ჩართვისთვის და ისიც მოგვაწვის გარკვეულ ცნობებს თუ რა ხდება ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქ ადგილზე, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ. მე ვთხოვ ჩვენს რეჟისორს, ვიდრე ანა ახალაია შეძლებს პირდაპირ ჩართვას, გაამზადოს ის საინტერესო კადრები, რომელიც ჩვენ გქონდა უკვე პირდაპირ ეთერში, რომელიც ასახავს იმ დაძაბულობას, რასაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში. გიორგი კიკაბიძე კვლავ პირდაპირ ეთერშია. გიორგი, ჩვენთან ერთად იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე. ჩვენ მას კითხოთ მიმართავთ. ქალბატონო ირინა, როგორ შეაფასებ არხში მიმდინარე მოვლენებს, რა პროცესები ვითარდება ტელეკომპანია პირველ არხში? არაერთხელ გააშკარდა საბჭოს წევრების მიერ, რომ რეალურად დღეს სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა და კონსტრუქციულ ვითარებაში სამუშაო პროცესში გადადის მსჯელობა, რომელიც გაიმართება არა მარტო სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, მედია ექსპერტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად. შესაბამისად, ახლა მე მოვედი იმიტომ, რომ მე თვითონ წლების განმავლობაში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგს უწევდი და მე დღევანდელი პროტესტი, რაც დაფიქსირდა, ეს არის თითოეული მოქალაქის გამოხატვა, მას შეუძლია ნებისმიერი ფორმით გამოხატოს, თავარია რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში ან აქციის მონაწილე. ძალიან კარგი რომ ეს პროტესტი დაფიქსირდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გვაცალონ მუშაობის საშუალება. ჩვენ გადავედით კონსტრუქციულ რეჟიმში. ეს არის რეალობა და ეხლა ხელოვნურად თუ ვინმეს რაღაცის აგორება უნდა, პირობას ვაძლევ, რომ ეს უფრო გაართულებს სიტუაციას და არაფერს შედეგზე არ გავარ. თუ ვინმე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი აინტერესებს, ჩვენ გავხსენით კარი და შეუძლია მოვიდეს ითანამშრომლოს და ისე მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ არა ეს იმას, რომ არც გენერალური გიორგი, გესმით ჩემი ხმა? ეს არის თითოეული ჩვენგანის. ეს რაც შემეძლო ამეთ. გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება არ გაუშვათ ჩვენი რესპონდენტი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გეგმა, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა, არ იქნება მიღებული სწრაფ რეჟიმში და გადაწყვეტილებას, გადაცემების გაჩერების შესახებ ჩვენ უახლოეს მომავალში არ ვნახავთ. ქალბატონო ირინა, ნიშნავს თუ არა ის პროცესები, რაც ახლა ვითარდება პირველ რიგში, ნიშნავს თუ არა ის, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოქმნილი გეგმა უახლოეს მომავალში არ იქნება მიღებული და ეს გეგმა გრძელვადიან პერიოდში იქნება განხილული და შეფერხდება ის პროცესები. მე იმიტომ ვიძახი, რომ პროცესებს რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟის სელფერი არ უნდა მივცეთ. ის რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოქმნილი გეგმა უპირობოდ ყოფილიყო მიღებული, ამას ბორდის სამეურვეო საბჭო მსჯელობის შედეგად მიიღებდა ან მიიღებდა. იმიტომ გაიხსნა კარი და იმიტომ დავგეგმეთ ჩვენ, რომ გაიმართება პერმანენტული შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ სხვა ვერსია, სხვა ვარიანტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ქალბატონო ირინა, აქ ვკითხავთ, თქვენ მხარს დაუჭერთ თუ არა იმ გეგმას, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა? იცით რა არის, მე თვითონ ვარ. თვალისწინებს 102 გადაცემის დახურვა. იცით რა არის, ძალიან
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით რა. მე თვითონ ვარ 10 წლის განმავლობაში ინფორმაციის მთავარ რედაქციაში მუშაობდი, ვიყავი კორესპონდენტიც და შემდეგ სხვადასხვა პოზიციებზე. მე არ ვიცი, რამდენად საუბრობ თუ არა გამართულად. ეხლა ხელოვნურად რა გინდათ გითხრათ, ვერაფერს ვერ გეტყვით. გეუბნები და გაიაზრეთ, ძალიან გთხოვთ. ხო იცი, ჟურნალისტებს გვაქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერი ავატრიალოთ ან დავატრიალოთ. ამ შემთხვევაში გეუბნებით ჩემ კოლეგებს, გთხოვთ, მოგმარტავთ და ყველას, ვინც ხარ დაინტერესებული მხარები კონსტრუქციულად ვითანამშრომლობთ ერთმანეთთან. კიდე ერთხელ გემეორებ, რახან გაიხსნა ჯგუფი, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მოდელებზე უნდა ვიმშელოთ და მე შევაჯერებთ ერთმანეთს. აი ეს არის. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დღეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის გეგმა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა, გიორგი კვირიკაშვილმა ეს გეგმა მოიწონა. ამ გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებამ შესაძლოა თუ არა იქონიოს ბორდის წევრებზე ზეგავლენა? იცით რა, სამეურვეო საბჭოს მიმართ ძალიან ბევრი ამ ტიპის კითხვები არის. ამდენად იქნებით გავლენის ქვეშ, იქნებით თუ არა პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ასე შემდეგ. დავიღალეთ, გვაცადეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გადასული სამეურვეო საბჭოს წევრებმა ვიმუშაოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები. აქ კიდე ერთხელ დავწერო, არ გვინდა ეს ერთი და იგივე კითხვები და არ გვინდა რაღაცა ხელოვნურად რაღაცის დაძაბვა. ამით არაფერი არ გამოვა და კიბეებზე რამდენიც დაჯდა, იმდენად სუდად შემოუტრიალდა ამ ყველაფერს და არ გვინდა ზედმეტად, არ გვინდა ხელოვნურად დავძაბოთ სიტუაცია. მეტი რა გითხრათ, გადასული ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში. თქვენი ეთერის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ მხარეს, არასამთავრობოებს, მედია ექსპერტებს შემოგვიერთდით და ვიმშელოთ ერთად. მადლობა. გასაგებია გიორგი, დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ანუნასთან ანა ახალაიასთან უნდა გადავიდეთ. ეს გიორგი კიკაბიძე იყო და ახლა ანა ახალაია გვეტყვის ბოლო ინფორმაციას, რაც მას აქვს თუ რა ხდება ამ წუთას საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ის მაუწყებლის შესასვლელთან იმყოფება. ხო, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სიტუაცია განიმუხტა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს ტელეკომპანიის ტერიტორია, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი აქციებს ხვალ 17 საათზე განაახლებენ მსვლელობის სახლით თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შენობაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ და ისინი ცდილობდნენ პიკეტირებას საზოგადოებრივ მაუწყებლის, თუმცა მათ დატოვეს უკვე ტერიტორია და როგორც უკვე გითხარით, აქციები ხვალ და კვლავ განახდება. ეს იყო ანა ახალაია, ჩვენი ჟურნალისტი და ეს იყო ბოლო პირდაპირი ჩართვა ამ თემაზე, ამ ჩვენი უწყვეტი ეთერის დროს, თუმცა რა თქმა უნდა საინფორმაციო გამოშვებებში იქნება ფართოდ გაშუქებული ეს საკითხი, რასაც დაახლოებით საათზე მეტია, დაახლოებით 1 საათია პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს. კიდევ ერთხელ შევაჯამებ იმას, თუ რა მოხდა დღეს 19 საათზე აქცია მსვლელობა დაიწყო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან, შემდეგ სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან. ამის შემდგომ აქციის მონაწილეები შევიდნენ ტელევიზიის ფოიეში, იქ იყო გარკვეული დაძაბული ვითარება, რომელიც საბოლოოდ განიმუხტა, როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა გითხრა, ახლა 7 ვითარებაა ტელევიზიასთან. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საინფორმაციო გამოშვება კი ამ თემას, რა თქმა უნდა, კვლავ დაუბრუნდება. მე ხვალამდე გემშვიდობები.